რუსთავის სპორტის სასახლეში საკრივო შოუ გაიმართა. პროფესიონალური კრების რინგზე სადებიუტო ბრძოლა მშობლიურ ქალაქში ოლიმპიურმა პრიზიორმა ლაშა გურულმა ჩაატარა. ქართველმა განელი მოკრივე ბერნარდ აბეი დაამარცხა და პროფესიულ კრივში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 8 რაუნდიან სარეიტინგო ბრძოლაში წარმატებას მიაღწია მსოფლიო ქამრის მომავალმა პრეტენდენტმა ირაკლი მელიქიშვილმაც. რუსთავის სპორტის სასახლეში ასევე გამარჯვება იზეიმეს ლაშა კერესელიძემ და გიორგი ჭილყვაძემ. საკრივო შოუ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მისი მხარდამჭერი რუსთავის მერია და საქართველოს სპორტის სამინისტრო იყო. ჩემი საყვარელი ხალხის, ჩემი ქვეყნის წინაშე ვიყავი და თან დებიუტი. თავს რა თქმა უნდა არ ვიმართლებ, დღეს დავინახე კიდე ბევრი შეცდომები და ვიცი როგორ უნდა გამოვასწოროთ. მინდა მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ჩვენი ქალაქის თვითმმართველობას, ჩემს მენეჯერს, ჩემს პრომოუშენს. საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მოკრივი ოპონენტი მყავდა ირანიდან. მეათე ბრძოლას ატარებდა პროფესიონალურ რინგზე, ეს ჩემი მხოლოდ მესამე ბრძოლა იყო. შევძლებ რომ ყოველთვის ჩემი ქართველი გულშემატკივარი, ჩემი ქართველი ხალხი გავახარო, გავაბედნიერო ჩემი გამარჯვებებით და მიუძღვნა ჩემი მთელი ეს შრომა და გამარჯვება ჩემს სამშობლოს. ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის შემდეგ ვაპირებ ქამარზე, სოფლიოს ქამარზე ბრძოლას და ანუ ქულებს მომატებს რეიტინგიც წინწამს და ეს ძალიან კარგი არის ეს მოსამზადებელი ბრძოლა იყო ჩემთვის წინა ეტაპისთვის რა მსოფლიო ქამრისთვის. ძალიან მაგარი ორთავბრძოლების მოსწენი გავხდით ყველანი. მე მინდა მიულოცო თითოეულ მოკრივეს გამარჯვება. კრივი ტრადიციული ქართული სპორტის სახეობაა და მინდა რომ ამ გამარჯვებით ეთიორად კიდე გაიზარდოს კრივში ჩართულობის რაოდენობებმა. ყველა ქართულ გულშემატკივარს მინდა მიულოცო.